პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. კარგია, რომ საკუთარი მმართველობის მე-14 წლის თავზე ქოცებმა რაღაცნაირად მიაგნეს სფეროებს, რაც რეალურად აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. მაგრამ ცუდი ის არის ამ ამბავში და ვინც ის უარესი, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ უკუღმა ფასების ამბის არ იყოს, ხო? ის განცხადება რო გააკეთეს მეორე დღიდანვე რო ფასების მატება დაიწყო. მანქანების თემასაც ეხება იგივე. კი, ცუდი არის გამონაბოლქვი, საცობიც ცუდია, მაგრამ ამას აკრძალვით როგორ აგვარებ? ესე იგი, რას აკეთებ, რომ ადამიანებს ეუბნები, რომ ვინც ხართ შედარებით ღარიბები და არ გაქვთ საშუალება ახალი მანქანა იყიდოთ, იმათ არიაროთ მანქანითო. იმის ნაცვლად, რომ ისეთნაირად მოაწესრიგო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებშია და განვითარებულ ქვეყნებში ზოგადად, რომ ადამიანს არ უღირდეს იმ საცობში დგომა და უღირდეს და ურჩევნოდეს, რომ კი კეთილმოწყობილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდეს და 20 წუთში მივიდეს ქალაქს ერთი ბოლოდან მეორეში, ამის ნაცვლად დაწესება აკრძალვებს მანქანების შემოყვანაზე. აი პირობითად ნახალოვკელებმა ხო იციან რა ხდება მაგალითად საღამოობით 336 ნომერ ავტობუსში. აი პოსტაპოკალიფსურ ფილმებში როა ბოლო გემიან, ბოლო თვითმფრინავი რო გადის ხოლმე და ადამიანები ერთმანეთს რო ახტებიან და ფხოჭნიან, რო ოღონდ ავიდნენ ზედ, აი ხდება ზუსტად.